დიახ, საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში უკვე იკითხება მოწმე პოლიციელი. ეს არის გრიგოლ ჭანტურიძე, თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციელი, გამომძიებელი, რომელიც როგორც თავად ამტკიცებს, დაზარალდა 28 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე. სხვათა შორის შეკითხვა, რომელიც ეხებოდა სინდისის პატიმრებს, კონკრეტულად რომელმა მათგანმა მიაყენა დაზიანება პოლიციელს, ეს კითხვა დაისვა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის მხრიდან. პროკურორი პირდაპირ შეეკითხა მოწმე პოლიციელს, ამოიცნობდა თუ არა რომელიმე მათგანს, მაგალითად ზვიად ცეცხლაძეს, რომელმაც დააორგანიზა ეს დანაშაული და კონკრეტულად მის გვერდით მჯდომმა რომელიმე პირმა ისროლა პოლიციის მისამართი თქვა, თუმცა პოლიციელმა მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა თქვა, რომ ის ვერცერთ მათგანში ვერ ხედავს პირს, რომელმაც მისი მიმართულებით ისროლა ქვა. ამ ეტაპზე უკვე ადვოკატები უსვამენ კითხვებს მოწმე პოლიციელს და შეკითხვები ბუნებრივია შეეხება პირველ რიგში ინდივიდუალურად ყველა სინდისის პატიმარს, რომელმა მათგანმა მოახდინა ქვის როლა პოლიციელის მისამართით. ვერცერთ შეკითხვაზე ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს მოწმე პოლიციელი ვერ პასუხობს. რამდენ მოწმეს გამოკითხავს დღეს პროკურატურა სასამართლო პროცესზე, ეს უცნობია ადვოკატებისთვისაც, როგორც ყოველთვის წინასწარ არც ერთ ადვოკატს არ ეუბნება საგამოძიებო უწყება რა მასალებს მოიტანს სასამართლო პროცესზე, რომელი მოწმე იქნება გამოკითხულთა სიაში, თუმცა ვიცით, რომ 80-მდე პოლიციელია გამოსაკითხი ამ საქმეზე, 40 მათგანი, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს, დაზარალდა პროერკულ აქციებზე. მე მივიდე დაზიანება სახის არეში. ჩამიტარდა ოპერაცია უბრალოდ მეორე გასაკეთებელი აქვს კიდე და ფილა მოხდა, ნასროლი ქვის ფილა მოხდა სახის არეში. თუ დაინახეთ ვინგესovat. როგორ? ვინგესovat თუ დაინახეთ. არა, მაგინ არ დამინახია, იმიტომ რომ ნიღბებით იყვნენ და რავი, ეხლა ეგ ზუსტად ვცდილობდი მაქსიმალურად ამეცილებია, ბევრი ავიცილე, მაგრამ ეს არის ის ტრადიციული პასუხი, რომელსაც სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმე პოლიციელები პასუხობენ. ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვას ამოიცნობენ თუ არა რომელიმე პირს სინდისის პატიმრებს შორის, რომელმაც ჩაიდინა ის დანაშაული, რომელთაც ედავება მათ გამოძიებას. სწორედ ამიტომ პროცესები უკვე ბანალური გახდა და თავიდანვე ბანალური იყო სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ადვოკატებისთვის. ამბობენ, რომ ეს არის პროცედურის ნაწილი, რომელსაც საგამოძიებო უწყება ატარებს საქალაქო სასამართლოში და ერთგვარ საცირკო ხაობად არის უკვე ქცეული. ვიდრე მტკიცებულების, ჩხრეკის, ოქმების, მოწმეებზე არ გადავა საქმის განხილვა, იქნება მონოტონურად ზუსტად ერთი და იგივე და მსგავსი. აქედან გამომდინარე, დღესაც განხორციელდება პოლიციელების დაკითხვა. ხშირად ტექსტი ყველას ერთი და იგივე აქვს, დაზეპირებული, რომ უნდა თქვან, რომ რა ვისი დავალებით წავიდნენ, არიციან, რომელი ხელმძღვანელია, რამოდენიმე ხელმძღვანელია, ხელმძღვანელის გვარს არ დაასახელებენ, იმიტომ რომ დავალებული აქვს, რომ არ დაასახელონ და ასე შემდეგ. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების შეტანილი შოუ, თუმცა ყველა მოწმე ცალსახად ყველა სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ არც იდენტიფიცირება და უფრო მეტიც ბრალდების მხარე არც ედავება ბრალდებულებს და ხშირად ეს არის ხოლმე მიზანი მათ, რომ შექმნათ სურათი, რომ თითქოს ამ პოლიციელების დაზიანების ედავებიან ამ ახალგაზრდებს. სინამდვილეში ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს ასე არ არის, ეს დაზიანებები აქ მოყვანილები არიან მხოლოდ სურათის შესაქმნელად, რომ შეიქმნას სურათი თითქოს რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი. მოწმე არის ის ადამიანი, რომელმაც ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სასამართლოს და მხარეებს და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბროს. მოწმეები, როდესაც მოდიან და ვკითხავთ ადვოკატები, ისინი ვერ ადასტურებენ და ვერ მიუთითებენ ვერანაირ კონკრეტულ მოქმედებას ან ქმედებას, რომელშიც არის შემხებლობაში ვეფხია კასრაძე და ვეფხია კასრაძის მხრიდან ფიქსირდება რაიმე საწინააღმდეგო მოქმედება ან რაიმე მოწოდება, რაშიც მას აქვს ბრალი წარდგენილი. საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში გრძელდება მოწმე პოლიციელების გამოკითხვა, ჯერჯერობით იკითხება პირველი მოწმე დაზარალულად ცნობილი პოლიციელი, რომელმაც ვერ მოახდინა ვერც ერთი პირის სინდისის პატიმრებს შორის ვერც ერთი პირის იდენტიფიცირება, ვინ ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მათ გამოძიება ედავება. აქამდე გამოკითხულია უკვე 40-მდე მოწმე პოლიციელი, თუმცა ვერც ერთი მათგანი პირდაპირ ვერ ადევს წითს ვერც ერთ სინდისის პატიმარს, რომ მათ გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ისინი არიან დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც 28
ნოემბერს აქციაზე დაზარალდნენ, მათ ხელი აქვთ მოწერილი დადგენილებაზე, რომელიც დაზარალულო ცნობის დადგენილებაზე, სადაც განმარტებულია თითოეული სინდისის პატიმრის სახელი და გვარი, მათ უკვე მოაწერეს ხელი, რომ ამ ადამიანებმა, ამ პირებმა სავარაუდოდ ჩაიდინეს მათ წინააღმდეგ დანაშაული, თუმცა სასამართლო პროცესში ისინი ვერ აკონკრეტებენ, ვინ არიან ეს პირები და ამბობენ, რომ მათ ვერ ცნობენ.